ნაწილი მეორე სელტებისა და დროიდების ტრადიცია, ცოდნა. დროიდები და სელტები იყვნენ ფრანგების წინაპრები. ისტორიულად ვიცით, რომ დროიდები არ წერდნენ ცოდნას, რადგან თვლიდნენ წერილობით ცოდნა მკვდარი იყო, კვდებოდა, ხოლო ცოცხალი სიტყვა მეხსიერებით და სიმღერით გადაცემული ყოველ ჯერზე ცოცხლდებოდა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ასპექტი. მაგრამ არსებობს ასევე ესქატერული და მისტიური გადმოცემები. ქვა მათთვის არა მხოლოდ სიმბოლო იყო, არამედ ცოცხალი მეხსიერება. მათ სჯეროდათ, რომ ქვის სტრუქტურა ინახავდა სამყაროს ვიბრაციებს და ცოდნას. ინიცირებულს, ანუ ადამიანს, რომელიც დროიდების სწავლების გარკვეულ საფეხურზე მივიდოდა, შეეძლო მოსმენა და წაკითხვა ქვაში ჩაწერილი ცოდნისა. ეს დაკავშირებულია კელტების რწმენასთან, რომ სამყაროს ყველა ელემენტი, ხე, წყალი, ქვა, მატერიალურია და ის ინახავს ინფორმაციასა და ენერგიას. ზოგ ლეგენდებში ხვდებით იდეას, რომ თუ ადამიანი აღწევდა ზღვრულ ცნობიერებას, მაგალითად გრძელ რიტუალებში, მედიტაციით ან სულიერი პრაქტიკებით, მას შეეძლო ქვიდან პირდაპირ მიეღო ცოდნა. თითქოს ეს იყო წიგნი, მაგრამ არა თვალით წასაკითხი, არამედ სულით აღსაქმელი. ეს დაახლოებით შეგვიძლია მივამსგავსოთ აკაშას ქრონიკებს. უხილავ ბიბლიოთეკას, სადაც მთელი კაცობრიობის ცოდნა ინახება. დროიდებისთვის ამ ცოდნის ფიზიკური გამტარი ქვა იყო. ქვა ანუ მინერალი. გაგრძელება მესამე ნაწილში. მადლობა ყურადღებისთვის.